თავი მერვე აღიჭურვეთ. რა გიღა ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორცელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით. ვინაიდან ვინც კი ხორცელად იტანჯა, შეწყვეტა ცოდვის ჩადენა. 1 პეტრეს 4:1. წარმოიდგინეთ რომელიმე ერი, რომელიც საკუთარ ჯარს ომში, ტყვიების, ავტომატების, ყუმბარების, ტანკების, თვითმფრინავების და თუნდაც დანების გარეშე აგზავნის. ასეთი ჯარი შეძლებს გამარჯვებას? საერთოდ გადარჩება კი ვინმე ცოცხალი? ჩემი ვარაუდით, ამ ჯარის მეომართა დიდი ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენი ტყვეთ წავა. მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ, რადგან ჯერ არ მსმენია მსგავსი რამ. მაგრამ რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოს, ასეთი ჯარი ჰგავს ისეთ მორწმუნეს, რომელიც არ არის ტანჯვით შეიარაღებული. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენთაგანი არაა აღჭურვილი. როდესაც მოულოდნელი თლიფსი დაგვატყდება თავს, მის წინაშე შეუიარაღებლები აღმოჩნდებით ხოლმე. ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ვრიაგირებთ და არა ვმოქმედებთ. სულწმინდის შთაგონებული პეტრე თავის პირველ წერილში შეგვაგონებს აღვიჭურვოთ სატანჯველად. ისევე როგორც იესო იყო აღჭურვილი. როგორ იტანჯებოდა იგი? ცოდვას ტანჯავდა? არა, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდა მას. ავად იყო? არა, მაგრამ ალბათ მასაც ებრძოდა. ფული არ ჰქონა გადასახადების გადასახდელად და ამის გამო თავისი მისიის აღსრულებაში ხელი ეშლებოდა? არა. მჯერა რომ ის მთლიანად ღმერთზე იყო მინდობილი. იესო ყველა საკითხში გამოიცადა, მაგრამ მტერმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო მისი დამარცხება. ჩვენ მოწოდებულნი ვართ იესოს მსგავსად ვიცხოვროთ და ბოროტის ყველა ხრიკი ავირიდოთ. განვაგრძობთ რა პეტრეს წერილის კითხვას, ვხედავთ, რომ იესოს განსაკუთრებულ ტანჯვას მის მიმართ ხალხის უსამართლო მოპყრობა წარმოადგენდა. განსაკუთრებით კი იმ დროს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მხრიდან. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არის ტანჯვის უმაღლესი დონე, რომელიც მორწმუნე მეფობაში შესulis გამო უნდა დაითმინოს. პავლე მოციქულისთვის უმართლო მოპყრობა ყველაზე დიდ ტანჯვას წარმოადგენდა. ის ჩაქოლეს, 5-ჯერ გაშოლდეს, 3-ჯერ ჯოხებით სცემეს. იგი გამუდმებით საფრთხეში იმყოფებოდა, რამდენჯერმე დაჭრეს, დასცინოდნენ, აბუჩადიგდებდნენ და ცილს წამებდნენ. პავლე გვაფრთხილებს და ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება. 2 ტიმოთეს 3:12. თუ შენ ქვეყნიერების მსგავსად ცხოვრობ, დევნა არ შეგაწუხებს. ეს კი ნიშნავს, რომ ვირტუალურად იქნები ომში ტყვე დაყვანილი. შენ მტრის საკონცენტრაციო ბანაკში ხარ გამოკეტილი. აღარ იბრძვით სათასასუფევლისთვის და ვეღარ მოგაქვს დიდება ღმერთისთვის. მხოლოდ ჯარისკაცები იბრძვიან ტყვიების ქვეშ, რათა მტერს მიტაცებული ტერიტორიები წაართვან. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ღვთის სასუფევლის სრულიად საწინააღმდეგოა. ამ წუთისოფლის დინება სულიწმინდის დინების საპირისპიროა. ამიტომაც, თუ შენ მართლაც უფლისთვის ცხოვრობ, მოგიწევს განსაცდელების, სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადატანა. ეს შენი გასაკეთებელი საქმის შემადგენელი ნაწილია. ძვირფასო მეგობარო, ნიშნულობა არა აქვს ეს წინა თავში ჩამოთვლილი განსაცდელები იქნება, თუ ბუნებრივად მომდინარე გარემოებები. ადამიანის სისასტიკე, თუ ამ წუთისოფლიდან წამოსული წინააღმდეგობა. ცხოვრებაში მაინც მოგიწევთ ქრისტეს გამო განსაცდელების გადატანა. ამიტომ პეტრე ამბობს, რომ მზად უნდა ვიყოთ. აღიჭურვეთ. აღჭურვილი აღუჭურველის წინააღმდეგ. მოდით მოულოდნელი წინააღმდეგობის 2 მაგალითი განვიხილოთ, რომელშიც ერთი რესპონდენტი აღჭურვილია, ხოლო მეორე არა. წელიწადში ერთხელ კომერციული ავიალაინერის მფრინავს სტაჟირებაზე აგზავნიან. ამ სწავლების შემადგენელი ნაწილი მაღალტექნოლოგიური სიმულატორული კაბინაა. შიგნით ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს ნამდვილ კაბინაში იმყოფები. ვიზუალური ეფექტები და შიგნით არსებული მოწყობილობები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ძნელია გაარჩიო ნამდვილ თვითმფრინავში ზიხარ თუ სიმულატორში. მასწავლებლები, რომლებიც სიმულატორს ამუშავებენ, კაბინაში მყოფ მფრინავს სხვადასხვა დაბრკოლებებს, თლიფსის უქმნიან. ამ მოწყობილობას შეუძლია საფრენი პირობების და სხვადასხვა სახის პრობლემების სრული იმიტირება მოახდინოს. სტაჟირებაზე მყოფი პილოტები გრძნობენ ინტენსიურ საჰაერო რყევებს,
ეთიშებათ ძრავი, მიწაზე დამშვების სიჩქარეში გადასართველი მოწყობილობა და გარდა ამისა კიდევ უამრავი პრობლემა. ასეთი წრთნის მთავარი მიზანია, რომ თუ თვითმფრინავი რეალურად მსგავს პირობებში მოხვდება, გამკლავება შეძლოს. ბევრი კატასტროფის აცილება მოხერხდა სწორედ ასეთი წრთნების წყალობით. მინდა გავიხსენო სწორედ ასეთი კატასტროფა, რომელიც 2001 წლის 9 სექტემბერს მოხდა. ეს იყო პატარა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც მფრინავის სტანდარტული კაბინა არ ჰქონდა, რომელიც გამოყოფილი იქნებოდა მგზავრების სალონისაგან. კატასტროფიდან მოკლე ხანში მაშველებმა შავი ყუთი იპოვეს და მასში არსებული ჩანაწერი გამოიკვლიეს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ თვითმფრინავს მგზავრთა სალონიდან მფრინავის კაბინა გაერთიანებული ჰქონდა, ექსპერტებმა ჩანაწერში მგზავრებთან ერთად მფრინავების ხმების და მათი რეაქციის გარკვევად შეძლეს. მგზავრები ისტერიულად კიოდნენ, როდესაც თვითმფრინავი მიწისაკენ მიექანებოდა. მფრინავები კი მშვიდად იყვნენ და ცდილობდნენ პრობლემა დაედგინათ და კატასტროფა თავიდან აერიდებინათ. ისინი ისე მოქმედებდნენ, როგორც წვრთნის დროს ასწავლეს. მთავარი მფრინავი თანაშემწეებს მითითებებს აძლევდა, ხოლო ისინი თითოეულ დირექტივას მორჩილად ასრულებდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ თვითმფრინავი მიწას არ დაენარცხა. რადგანაც მფრინავებს მოულოდნელი გართულების საწინააღმდეგო სწავლება ჰქონდათ გავლილი, მგზავრებისგან სრულიად განსხვავებულად მოქმედებდნენ. მფრინავები თანამიმდევრულად მოქმედებდნენ. მგზავრები კი რეაქციაში იყვნენ. ერთხელ კერძო თვითმფრინავით მიფრინავდი 11900 მეტრ სიმაღლეზე. ამ დროს კარების საკეთი გატყდა. თვითმფრინავში ძლიერი ჰაერის ნაკადი ხმაურით შემოიჭრა. გეგონებოდა ქარბრობალა ამოვარდაო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. გულწრფელად რომ გითხრათ, მთელი ყურადღება შიშის დაძლევაზე მქონდა გადატანილი, რომელიც გულში შემოჭრას ცდილობდა. ხურვალე ლოცვა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ მფრინავი საზღვაო ძალების ყოფილი გამომცდელი მფრინავი იყო, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული. კარის საკეტის გატეხისთანავე მან და მისმა თანაშემწემ მყისვე მოქმედება დაიწყეს. პრობლემაც მაშინვე დაადგინეს. თავზე ჟანგბადის ნიღბები გაიკეთეს და ერთი მეც მომცეს. ამ ჟანგბადის გარეშე ისინი დაწყებულ საქმეს ვერ დაასრულებდნენ. შემდეგ მფრინავმა თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე დაუშვა და დამხმარე პილოტს კვლავ მითითებები მისცა. მთელი ამ კრიზისის მანძილზე ის თავშეკავებული და გაწონასწორებული იყო. ეს მან იმ გაკვეთილების მეშვეობით გამოიმუშავა, რომელიც თვითმფრინავის მართვის სწავლის დროს გაიარა. ვიცოდი, რომ დიდ განსაცდელში ვიყავი, მაგრამ პილოტის შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა. მის ქცევებში შიშის ნატამალიც კი არ შეიმჩნეოდა. ის გაწონასწორებულად და სწრაფად მოქმედებდა. იგი აკონტროლებდა მდგომარეობას. პილოტმა თვითმფრინავი 5 წუთზე ნაკლებ დროში 3650 მეტრამდე ჩაიყვანა. ჩვენ წუთში 1800, 2400 მეტრით ქვემოთ ვეშვებოდით. მალე მიწაზე დავჯექით. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა, მივხვდი, რომ ჩემი პილოტი აღჭურვილი იყო, მე კი არა. გავლილმა მოსამზადებელმა კურსებმა მას კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი შესწინა. სწორედ ამის შესახებ წერია 1 პეტრეს 4:1-ში. ჩვენ ყოფილი საზღვაო მფრინავის მსგავსად სულიერი ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ აღჭურვილები, რათა მოულოდნელ გართულებებს შევეწინააღმდეგოთ. ჩემი სურვილია, რომ წიგნში შეუპოვარი ის სიმულატორი დაინახოთ, რომელიც ქრისტეს მეფობისაკენ მიმავალ გზაზე წამოჭრილ წინააღმდეგობებისათვის შეგვამზადებს. განსასწრებელი იქნება. აღჭურვის პროცესში პირველი ნაბიჯი არის ცოდნა იმისა, რომ განსასწრებელი გარდაუვალია. წუთის სოფელში გასაჭირი გექნებათ, ამბობს იესო. იოანეს 16:33-ში. მას არ უთქვამს შეიძლება გქონდეთ, არამედ გექნებათ. პავლე შეგვაგონებს, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა. საქმეების 14:22. და კვლავ ამბობს, რათა არავინ შემმდრგალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვარ დადგენილნი. 1 თესალონიკელთა 3:3. ჩვენ აუცილებლად შევხვდება სირთულეები ომში მიმავალი ჯარისკაცის მსგავსად. არც ერთი მეომარი არ მიდის ბრძოლაში იმისთვის, რომ დამარცხდეს.
კარგ მეომარს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, რომ სირთულეებს უნდა გაუძლოს და გაიმარჯვოს. ასეთი მეომარი აღჭურვილი და მომზადებულია საომრად. შენ და მე ომში ვართ ჩართულნი. როგორ ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება მანამდე უფრო დაწყნარებული იყო, სანამ ქრისტეს მიიღებდი? მე ვბრაზდები, როდესაც ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეუბნებიან, რომ ქრისტიანული ცხოვრება ეს არის იდეალური, პრობლემებისაგან თავისუფალი ცხოვრება. ეს უტოპიაა. ვფიქრობ, ახალმოქცეული ქრისტიანებისათვის ასეთი სწავლების გადამცემ მორწმუნეებს ჯერ არ მიუღიათ ჭეშმარიტი გადარჩენა. ან ახალბედა მორწმუნის კარგ განწყობას უფრო წინაყენებენ, ვიდრე მის სულიერ სიჯანსაღეს. მაინტერესებს, ამ ქადაგებლებს ყურადღება თუ მიუქცევიათ იესოს სიტყვებისთვის. თესველზე, იგავის კითხვის დროს, მაცხოვარი ამბობს. როდესაც დათესილი სიტყვა ადამიანის გულში მოხვდება, დგება გასაჭირი, ან დევნა სიტყვის გამო. მარკოზის 4:17. ბიბლია ასე ამბობს. მათ პრობლემები აქვთ, ან ღმერთის სიტყვის მიღების გამო იდევნებიან. პირდაპირ ვთქვათ, ისე როგორც იესო ამბობდა ხოლმე. ირწმუნებენ რა ღმერთის სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ ხელს აწერენ და თანხმობას აცხადებენ პრობლემებზე, სირთულეებზე და დევნებზე. ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინო. თუ ახალმოქცეული მორწმუნე ხარ და საკუთარი გამოცდილება არ ყოფნის ამ საკითხებში, მაშინ ნება-მიბოძე პირველმა გითხრა. შენ ისეთ ბრძოლაში აღმოჩნდი, რომელშიც უწინ არასდროს ყოფილხარ. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ბრძოლები იმისთვის არ არის, რომ წააგო. შენ უკვე ბევრი ბრძოლა წააგე ქრისტესთან მოსვლამდე. მაგრამ ახლა შენში მყოფი სულიწმინდის და ღმერთის უსაზღვრელი მადლის გამო, შენ გაქვს ძალაუფლება შენს წინააღმდეგ წამოსული ნებისმიერი სირთულე დაამარცხო. წინ არაფერია ახალი. მეორე, რაც გუმართებს ბრძოლისთვის აღჭურვის შესახებ ვიცოდეთ, ისაა, რომ მზის ქვეშეთში არაფერია ახალი. ისეთ სირთულეს არასოდეს შეხვდები, რომელიც სხვას არ შემთხვევია. ეს განსაკუთრებით იესოს ეხება, რომელიც ყველაფერში გამოიცადა. პავლე წერს, არ შეგემთხვევიათ განსასწრელი, გარდა ადამიანურისა და სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენ შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ. არამედ განსასწრელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა. 1 კორინთელთა 10:13. ნებისმიერი განსასწრელი, რომელიც შენზე ეშვება, უწინ სხვასაც გადაუტანია და დაუმარცხებია კიდეც. შეგიძლია დარწმუნებული იყო ამაში. ეს მუხლი იმასაც გვეუბნება, რომ ისეთი განსასწრელი და დევნა არ შეგხვდება, რომლის გადატანასაც ვერ შეძლებ. ღმერთი ასეთ რამეს არ დაუშვებს. მოიშორეთ შიში იმისა, რომ ვერ დაძლევთ შემხვედრ სირთულეებსა და განსაცდელებს. ასეთ რამეს არ შეგამთხვევთ თქვენი ზეციერი მამა. ბიბლიის Today's English Version ამბობს, ღმერთი თავის აღთქმის ერთგულია და ის არ დაუშვებს იმაზე მეტად გამოიცადოთ, რისით ძალაც შეგწევთ. ნებისმიერი განსაცდელი, რომელიც შენზე ეშვება, უწინ სხვასაც გადაუტანია და დაუმარცხებია კიდეც. ბრწყინვალე, სარწმუნო ჭეშმარიტებად კი იმაში მდგომარეობს, რომ ეშმაკს თქვენს მიმართ თავისუფალი მისადგომელი არ გააჩნია. მისი შეტევები უზენაესის ნების გარეშე ვერ მოხდება. შენი ზეციერი მამა არ არის განსაცდელების ინიციატორი, მაგრამ ზოგჯერ იგი უშვებს მათ, რათა დაამარცხო მტერი, დაიპყრო მისი ტერიტორია და უფალს დიდება მოუტანო. ერთმა დიდად პატივდებულმა ეკლესიის მამამ, სახელად ტერტულიანემ, რომელიც ჩვენ წელთ აღრიცხვით 160-230 წლებში ცხოვრობდა, ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა. როდესაც ღმერთი სატანას ნებას რთავს, იმოქმედოს თავისი ჩანაფიქრით, მაშინ მისი მიზანია ეს განზრახვები თავის სასიკეთოდ აქციოს. ბოროტის საბოლოო განადგურება მან იმავე მიზეზით გადადო, რა მიზეზითაც ადამიანის აღორძინება და აღდგენა. შემოქმედმა დაუშვა კონფლიქტი, რომელშიც ადამიანს შეუძლია მტერს იმავე თავისუფალი ნებით შეებრძოლოს, რომლითაც სატანას დაექვემდებარა. უფალი უნარს აძლევს ადამიანს, ღირსეულად მოიპოვოს გადარჩენა, გამარჯვების მეშვეობით. ამგვარად ეშმაკი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებს, რადგან მას ის დაამარცხებს, ვინც თვითონ აცდნა.
საკითხთან ასეთი დამოკიდებულებით ღმერთი უფრო მეტად კეთილია ჩვენს მიმართ. ღმერთმა პატივი დაგვდო, თავად გადავწყვიტოთ მტერთან შებრძოლება და ერთგვარად ანგარიში გავასწოროთ რწმენის მიღებამდე ჩადენილი ცოდვების გამო. მთელი დიდება კი ღმერთს ეკუთვნის. მტერი მეტად ვეღარ მოატყუებს და დასცინებს კაცთა მოდგმას. რადგან ახლა ღმერთი აკონტროლებს სიტუაციას. ადამის დაცემის შემდეგ სწორედ ამას აკეთებდა ეშმაკი. მაგრამ ქრისტე მოვიდა და მისსავე ტერიტორიაზე დაამარცხა იგი. ღმერთმა პატივი დაგვდო, რომ ჩვენ დავასრულოთ ბნელეთის მეოფის საბოლოო განადგურება. პავლე წერს: ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით, მისი სხეულისთვის, რომელიც ეკლესიაა. კოლასელების 1:24. თუ ამ სიტყვებს გაუაზრებლად წაიკითხავს ვინმე, იფიქრებს, რომ ქრისტეს მსხვერპლი საკმარისი არ ყოფილა ჩვენი გამოსყიდვისთვის. ამის გამო ბევრი ქრისტიანი არ უკვირდება, რას ამბობს ღმერთის სიტყვა და თავს არიდებს მის შესწავლას. გაგიკვირდებათ, რომ იცოდეთ, რამდენი განსწავლული ღვთისმსახურია, რომელმაც ამ მუხლების არსებობა არც კი იცის. მაგრამ პავლე უფრო მეტს ამბობს. ის იმ პრივილეგიის შესახებ საუბრობს, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში ღვთის სასუფეველის გავრცელებისთვის არის მოცემული. იესომ პატივი დაგვდო, რომ მის მიერ აღსრულებული საქმის შესახებ დედამიწის ყველა ერს ვაცნობოთ. მტერი ეწინააღმდეგება ამას და ცდილობს უფლის შვილებს ტანჯვა მოუტანოს, მაგრამ ეს გამარჯვებული ტანჯვაა. როგორც იესო ამბობს, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაძლევენ მას. ის თავის ეკლესიაზე საუბრობს. იხილეთ მათეს 16:18. ეს არის ომი, ჩვენ ვიბრძვით, რათა ღვთის ძალით დავიპყროთ მტრის ტერიტორია და თვით ჯოჯოხეთიც კი ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ღმერთის სიტყვას ვფლობთ. გახსოვდეს, ნებისმიერი სირთულე და განსაცდელი, რომლის გადატანაც გიწევს, სხვა მორწმუნეებსაც და თავად ქრისტესაც გადაუტანია და დაუმარცხებია. პეტრე მოგვიწოდებს, წინ აღუდექით მას მტკიცერ რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდა ქვეყნიერებაზე. 1 პეტრეს 5:9. ტანჯვა, რომელზეც პეტრე საუბრობს, გარდაუვალია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც ღვთისმოსავი, მოსაწონი ცხოვრება სურთ. და როდესაც ჩვენ მყარად ვდგავართ მისი მადლის ძალაში, აუცილებლად გავემარჯვებთ. არასოდეს დამარცხდე. ჩვენ აღჭურვის მესამე მნიშვნელოვან საკითხს მივატეკით. უნდა იცოდეთ, რომ არასოდეს არ უნდა დამარცხდე. ზერლად ნუ წაიკითხავ იესოს ამ სიტყვებს. გააცნობიერე და შეითვისე. მისმინეთ. გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას, რათა დათრგუნოთ მტრის ყოველი ძალა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. ლუკა 10:19. ეს მუხლი ძალიან დიდი აზრის მატარებელია. უპირველეს ყოვლისა ყურადღების მობილიზებას ითხოვს. მისმინეთ. დაუკვირდით, ეს ბრძანებაა. ამიტომაც გვმართებს ყურადღებით ყოფნა. ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. შემდეგ იგი ამბობს: გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას. არა მტრის რომელიმე კონკრეტულ გამოვლინებაზე, არამედ მის ყოველ ძალაზე. ეს ნიშნავს 100%-ს. შენ მარტო არა 100%-იანი ძალაუფლება გაქვს ბოროტის მზაკვრობების დასათრგუნად, არამედ გაცილებით მეტი, ვიდრე სატანის მიერ შესწინააღმდეგ მომართული ყველა ძალა. მეფე იაკობის ბიბლიის თარგმანი ამბობს: გაძლევთ ძალას მტრის ყოველ ძალაზე. ეს სიტყვები თანხვედრაში მოდის პავლეს სიტყვებთან, როცა ლოცულობდა და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერება. და ეს ძალა არის ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლობაზე და ყოველივე სახელზე მაღლა. ეფესელების 1:19-21. არა უბრალოდ მაღლა, არამედ ყოველივეზე მაღლა. ჩვენ არა მხოლოდ ძალაუფლება გვაქვს მოცემული მტრის ყველა ძალის დასათრგუნად, არამედ როგორც ითქვა, თქვენ ღვთისგან ხართ შვილნო
და ზლიეთ მას, რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა. 1 იოანე 4:4. ყველა ბოროტის სული ანტიქრისტეს სულია და სწორედ მათგან მომდინარეობს ყოველი განსასწრელი. ჩვენ უკვე დავამარცხეთ ისინი, რადგან ის, რომელმაც გაიმარჯვა ეშმაკზე, ჩვენში ცხოვრობს და გვაძლიერებს. ლუკას სახარება 10:19. იესოს დაპირებას გადმოგცემს. თქვენ არაფერი გევნებათ. არ არსებობს არც ერთი ბოროტი ძალა, არც ერთი, რომელსაც შეუძლია ზიანი მოგაყენოს. არც ერთი ბრძოლაა ისეთი, რომელშიც დამარცხდები. თუ კი შეუპოვრად იბრძოლებ ღმერთის მიერ ბოძებული იარაღით, მუდამ გამარჯვებული გამოხვალ ბრძოლის ველიდან. ამის შესახებ ღმერთის სიტყვა ლაპარაკობს. მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვაძლევს გამარჯვებას ქრისტეში. 2 კორინთელთა 2:14. თუ მოусმენ მას, მაშინ უფალი წარგიძღვება და ყოველი სიტუაციიდან გამარჯვებულს გამოგიყვანს. იოანე გვიდასტურებს ამ ჭეშმარიტებას. ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი ძლევს ქვეყნიერებას და ეს არის ძლევა, ქვეყნიერების მძლეველი, ჩვენი რწმენაა. 1 იოანეს 5:4. სწორედ ჩვენი რწმენაა, რომელიც ძლევს წუთისოფელს ყველა წინააღმდეგობას. გახსოვდეს, სატანა ამ წუთისოფლის ბატონია. ჩვენ მის მიერ განხორციელებულ ყოველ დარტყმას ვიგერიებთ, რადგან ღმერთში უკვე გამარჯვებულები ვართ. იოანეს სახარების მიხედვით, სწორედ ჩვენი რწმენა ის, რაც მუხლებზე აჩუქებს წუთისოფელს. რატომ რწმენა? იმიტომ რომ რწმენის მეშვეობით გვაქვს იმ მადლთან, ძალასთან მისადგომელი, რომელიც გამარჯვებისთვის არის საჭირო. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ უნდა ვიმეფოთ ცხოვრებაში ღმერთის მადლით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მადლი უსასყიდლოდ გვეძლევა, ვერასოდეს გვექნება მასთან მისადგომელი, თუ კი არ გვექნება რწმენა. რადგან სწორედ რწმენაა ის სადინარი, მისადგომელი, საიდანაც მოედინება ღვთის მადლი, ძალა, იმისთვის, რომ ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში გავიმარჯვოთ. პავლე ამბობს, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომელი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ. რომაელთა 5:2. ღვთის მადლი უსასყიდლოა ყველა ღვთის შვილისთვის. მაგრამ თუ არ გვწამს მისი მადლის სიტყვა, ეს იგივეა, რომ საერთოდ არ ვფლობდეთ მადლს. გავიხსენოთ, როგორ ელაპარაკებოდა პავლე იმ ლიდერებსა და მორწმუნეებს, რომლებიც შეიძლება მეტად ვეღარ ენახა. ახლა კი ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო, ყველა განწმენდილთან ერთად. საქმეების 20:32. პავლე მიუთითებდა იმაზე, რაც მათ საშუალებას მისცემდა ემეფათ ცხოვრებაში ღვთის სადიდებლად. იმეფებენ მადლის სიტყვით. მადლი საკმარისია ყველა ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად. ახლა კი აღჭურვის მეოთხე მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ღმერთის მადლი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ჩვენს წინაშე არსებული ნებისმიერი დაბრკოლების და განსასწრების დაძლევა შევძლოთ. ეს კარგად ჩანს პავლეს ცხოვრებაში წამოჭრილ განსასწრებში. პავლე მიღებული გამოცხადებებით დიდ ზიანს აყენებდა სიბნელის სამეფოს. სულიწმინდისგან მომდინარე ეს ჭეშმარიტებები დიდ ძალას მატებდა მისი თაობის მორწმუნეებს. აი რას წერდა პავლე. რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე. 2 კორინთელთა 12:7. ეს კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც პავლე იმყოფებოდა, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ბიბლიის მკვლევარებში. მაგრამ ასე არ უნდა იყოს. მოდით ნათელი მოვფიქროთ ამ გაუგებრობას. პირველ რიგში, ვინ მისცა პავლეს ეკალის სხეულში? ვიცით, რომ ეს ღმერთი არ იქნებოდა, რამე თუ დაწერილია. ნუ შეცდებით, შემოსაყვარელო ძმებო. ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის. შუქთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა. იაკობის 1:16-17.
ჩვენ ვცდებით, თუ გონია რომ ის რაც კარგი არ არის, ღმერთისაგან მომდინარეობს. სატანის ანგელოზი ვერანაირად ვერ ჩაეთვლება კარგ რამედ და ვერც სრულყოფილად. ვიღაც ალბათ იტყვის, ერთი მხრივ ეს კარგი იყო, რადგან პავლეს გაამაყებისგან იცავდა. იაკობ მოციქული აცამტვერებს ასეთ შეხედულებას. ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის. იაკობის 1:13. დაუკვირდი იაკობის სიტყვებს. ღმერთი ბოროტით არავის არ ცდის. ღმერთი არასოდეს გაუგზავნიდა პავლეს გამოსაცდელად სატანის ანგელოს და არც ბოროტით გამოცდიდა მას. რადგან ეს სიცრუე იქნებოდა, ღმერთი კი არ ცრუობს. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ეკალი არ იყო ღმერთისაგან. შემდეგი კითხვა: რა იყო ეს ეკალი პავლეს სხეულში? ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ეს იყო ავადმყოფობა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ან სხეულის რაიმე სახის უძლურება. ბევრი მკვლევარი ნაკლებ ყურადღებას აქცევს პავლეს მიერ შემდგომ ნათქვამ სიტყვებს. სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი და მითხრა: გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისი დავიკვეხნი ჩემი უძლურებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. მეორე კორინთელთა 12:8-9. ზემოთ მოყვანილ მუხლში სიტყვა სისუსტე და უძლურება გამოვყავი. პირველ რიგში მეორე სიტყვის შესახებ ვისაუბრებ. ბიბლიის მასწავლებლები პავლეს სიტყვებზე დაყრდნობით დავიკვეხნით ჩემი უძლურებით ასწავლიან, რომ ეკალი ეს პავლეს ფიზიკური უძლურებაა. ბერძნულად უძლურება გამოითქმის როგორც ასთენეია. ეს სიტყვა 12-ჯერ არის გამოყენებული ახალ აღთქმაში. უნდა ვაღიარო, რომ სახარებებში ეს ტერმინი ძირითადად ფიზიკური უძლურების აღსაწერად გამოიყენება. თუმცა წერილებში იხმარება როგორც ადამიანური სისუსტის გამოსახატავად. როდესაც სიტყვა არ ყოფნის რაიმე საქმის გასაკეთებლად, ასეთ სიტუაციებში ეს სიტყვა ფიზიკურ უძლურებებს არ აღწერს. ერთ ასეთ მაგალითს რომაელთა მიმართ წერილი 8:26 წარმოადგენს. ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. ბერძნული ტექსტის ამ მუხლში სიტყვა ასტენეია არის გამოყენებული. ვფიქრობ, გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ქრისტიანი არ არის ფიზიკურად დაუძლურებული, ავადმყოფობა ან დაავადებით. მაშინ რას ნიშნავს სიტყვა ასტენეია, რომელიც ყველა მორწმუნეს გააჩნია და შუამდგომლობით ლოცვას საჭიროებენ? პასუხი შემდეგია: ხშირად არ ვიცით როგორ ვილოცოთ, რადგან ჩვენი ადამიანური ბუნება შემოსაზღვრულია. მაგალითად, თუ დედაჩემი ფლორიდაში ცხოვრობს, ხოლო მე კოლორადოში და უეცად რაღაცა გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და დედაჩემი ლოცვას საჭიროებს, მაგრამ მან ვერ შეძლო ჩემთან დაკავშირება. ჩემი შესაძლებლობები ამ დროს შეზღუდულია და არ ვიცი რა მოხდა. მაგრამ სული წმინდა დამეხმარება ამის დაძლევაში და მიკარნახებს, თუ როგორ ვილოცო დედაჩემისთვის. კვლავაც ბერძნული სიტყვა ასთენეია კავშირი აქვს არა ფიზიკურ უძლურებასთან, არამედ ადამიანურ, ბუნებრივ უუნარობასთან. კიდევ ერთი მაგალითი ებრაელთა მიმართ წერილიდან 4:15, სადაც ვკითხულობთ: ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს გვითანაგრძოს ჩვენ სიტუაციებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. სიტყვა სისუსტე აქაც გამოხატულია სიტყვით ასთენეია. კვლავ ვიტყვი, ეს ბერძნული სიტყვა გამოიყენება არა ფიზიკური უძლურების გამოსახატავად, არამედ ადამიანური უუნარობის, ღვთის უნარიანობასთან შედარებით. იესომ ნებაყოფლობით მიიღო ადამიანური უუნარობანი, რათა უკეთესად გაეგო ჩვენი ტანჯვები და ეფექტურად დაგხმარებოდა მადლის მეშვეობით. ნათელია, რომ სიტყვები ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში გარდა ცოდვისა დაკავშირებულია არა ავადმყოფობასთან, არამედ ადამიანურ უუნარობასთან
რომელიც ქრისტემ ნებაყოფლობით მიიღო დედამიწაზე ყოფნისას. კარგად გავიზიაროთ, რაც ზემოთ აღვნიშნე და დავუბრუნდეთ პავლეს სიტყვებს, რომელსაც კიდევ ერთხელ გავემეორებ. სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი და მითხრა: გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. მეორე კორინთელთა 12:8 მუხლები. ისევ გამოყავი სიტყვები, სისუსტე და უძლურება. და აი რატომ? ბერძნულ ენაზე ორივე ერთი სიტყვით გამოითქმის. ესაა ასთენეია. ამიტომ პავლეს სიტყვები ესეც შეიძლება გადაითარგმნოს. ჩემი მადლი საკმარისია შენთვის, რადგან ჩემი ძალა ადამიანურ უუნარობაში ხდება სრულყოფილი. ამიტომ მე უფრო დავიკვეხნი ჩემი ადამიანური უუნარობით, რათა მისი მეშვეობით გამოვლინდეს უფლის ძალა ჩემში. სხვა თარგმანებში ეს მუხლის სწორედ ასეთი ინტერპრეტაციით გვხვდება. ბიბლიის თანამედროვე ინგლისურ ვერსიაში ვკითხულობთ: შენ მხოლოდ ჩემი სიკეთე გჭირდება. ჩემი ძალა უფრო ძლიერია მაშინ, როდესაც შენ სუსტი ხარ. ამიტომ თუ ქრისტე კვლავაც მომწევს თავის ძალას, მოხარული ვიქნები, ჩემი სისუსტით დავიკვეხნო. უგუნურება იქნებოდა მეფიქრა, რომ სულიწმინდა მხოლოდ ავადმყოფობაზე საუბრობს. ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ამ ადგილს ასე წავიკითხავდით: ჩემი ძალა მაშინ არის ყველაზე ძლიერი, როდესაც ფიზიკურად ცუდად ვარ. ასე, რომ თუ ქრისტე კვლავ მომწევს თავის ძალას, მოხარული ვიქნები, ჩემი ავადმყოფობით დავიკვეხნო. განა ეს სისულელე არ იქნებოდა? როდესაც პავლეს სიტყვებზე მთლიან კონტექსტში წავიკითხავთ, ნათლად დავინახავთ, რომ იგი ფიზიკურ უძლურების შესახებ არ საუბრობს. იგი გვაუწყებს, თუ რა მეთოდებით ებრძოდა მას სატანის ანგელოზი. 5-ჯერ მივიღე იუდეველთაგან 40-ზე ერთით ნაკლები დარტყმა. 3-ჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და 3-ჯერ გემის მსხვერვა განვიცადე. ღამე და შუა დღე ზღვაში დავყავი. მრავალჯერ მოგზაურობაში, განსაცდელში, ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში წყურულში, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის, შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებით სიფხიზლეში, შიმშილსა თუ წყურულში, გამუდმებით მარხულობაში, ყინვასა და შიშიშვლეში. თუ დასაკვეხნია, ჩემი უძლურებით დავიკვეხნი. მეორე კორინთელთა 11:24-27-30 მუხლები. პავლე იმ წინააღმდეგობების ჩამონათვალს აკეთებს, რომელთაც სატანა გამუდმებით ებრძოდა მას. პავლესთვის შეუძლებელი იყო საკუთარი უნარით ამ სირთულეებისათვის გამკლავება. ამიტომ იგი ამბობს: მე დავიკვეხნი იმით, რაც ჩემს სისუსტეს წარმოაჩენს. აქ ნათლად ჩანს სისუსტეს, იგივე ეკალის სხეულში. არაფერი აქვს საერთო მხედველობის პრობლემებთან, ავადმყოფობასთან ან რაიმე სახის ფიზიკურ სისუსტესთან. მოდით, წმინდა წერილის სხვა ადგილსაც გადავხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ ეკალს სხეულში არაფერი აქვს საერთო ავადმყოფობასთან. ეს ფრაზა 3-ჯერ გვხვდება ბიბლიაში. კერძოდ ძველ აღთქმაში. სამივე ფრაზა ქანაანელებთან მიმართებაშია გამოყენებული, რომლებიც გამუდმებით ებრძოდნენ ისრაელიანებს. ღმერთმა უთხრა თავის ხალხს: და თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებლებს თქვენგან, მაშინ რომელთაც მათგან დატოვებთ, ეკლად გექცევიან თქვენს თვალებში და ნარად თქვენს ფერდებში და შეგავიწროვებენ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. რიცხვის 33:55. თითოეულ შემთხვევაში მეტაფორა ეკალის სხეულში წარმოადგენს ადამიანებს, რომელნიც ართულებდნენ და ხელს უშლიდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ძველ აღთქმაში ეს ფრაზა არასოდეს გამოიყენება ავადმყოფობასთან ან დაავადებასთან. წმინდა წერილის მკვლევარი პავლე იგივე მნიშვნელობით იყენებდა ამ ფრაზას იმ სირთულეებზე საუბრისას, რომელიც მას მსახურების დროს ხვდებოდა. პარადინგმის დიდი ცვლილება. მჯერა,
რომ პავლე მოციქული იმდენად იყო წინააღმდეგობით და სირთულეებით შეწუხებული, რომ ღმერთს შესთხოვა და არა ერთხელ, არამედ სამჯერ მოეშორებინა ამ სირთულეების მიზეზი, სატანის ანგელოზი. მჯერა, რომ თავდაპირველად ღმერთმა იმიტომ არ უპასუხა პავლეს, რომ მისი ლოცვა არასწორი იყო. პავლე არასწორ კარში შედიოდა. მესამე თხოვნის შემდეგ უფალმა გამოსავალი დაანახა. ნუ თუ კიდევ ვერ გაიგე, მადლი მოგანიჭე, უსაზღვრო ძალა, რომელიც ძლევს მტრის ყოველ ძალას. ერთადერთი რაც გჭირდება, ეს ჩემი მადლია, ძალა, რომელიც იქვვლინდება, სადაც შენი ადამიანური შესაძლებლობებით ვერაფერს ხდები. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტად ვლინდება ჩემი მადლი, ძალა შენს ცხოვრებაში. თუ კი უბრალოდ ირწმუნებ ამას. მეორე კორინთელთა 12:9. ავტორის პერეფრაზირება. როდესაც პავლე ამ სიტყვების მნიშვნელობას ჩასწვდა, ბრწყინვალე რამ მოხდა. მან პარადიგმის ცვლილება განიცადა, რადიკალური ცვლილება აზროვნებაში. მან სრულიად შეცვალა დამოკიდებულება იმ წინააღმდეგობების მიმართ, რომელსაც გამუდმებით ეჯახებოდა. ამის შემდეგ პავლე ამბობს: ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროვებაში, ქრისტეს გულისთვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი. მეორე კორინთელთა 12:10. ახლა იგი იკვეხნის. კმაყოფილი ვარ ამ ადამიანური უძლურებებით. ერთი წუთით, კმაყოფილი? ეს როგორ? ერთ-ერთ თარგმანში ვკითხულობთ. კმაყოფილი ვარ და სიამოვნებასაც განვიცდი. სხვა თარგმანში წერია: სიამოვნებას ვიღებ. პავლე, ხომ არ შეიშალე? გონი აზვიადებ. ხომ არ იტყუები? რა თქმა უნდა არა. ის ვინც წმინდა წერილს სულიწმინდის მიერ შთაგონებული წერს, ასეთ რამეს არ იტყვის, რადგან შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს. აბა როგორ შეიძლება ვინმე ტანჯვებში სიამოვნება მიიღოს? პასუხი მარტივია: დიდ წინააღმდეგობას, დიდი ძალა სჭირდება დასამარცხებლად. შედეგად გამარჯვებაც დიდი იქნება. ბევრი ქრისტიანი წუხს, როდესაც მძიმე განსაცდელის წინაშე დგება, კარგავს მტრისთვის წინააღმდეგობის უნარის გაწევას. მათ ურჩევნიათ მშვიდი, უპრობლემო ცხოვრება ჰქონდეთ. პავლეს სიტყვები მათთვის უცხოა. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ყოველი ახალი წინააღმდეგობა უფრო დიდი მადლის, ძალის გამოვლენის საშუალებაა. რათა ქრისტეში სიმწიფის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. პავლესაც არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა თავიდან, მაგრამ ღმერთის ერთმა სიტყვამ მისი პარადიგმა სრულიად შეცვალა. კორინთელთა მიმართ მეორე წერილი ჩვენ წელთ აღრიცხვით დაახლოებით 56 წელს დაიწერა. რამდენიმე წლის შემდეგ რომაელთა მიმართ წერილიც დაიწერა. ყურადღებით წაიკითხეთ ეს წერილები და ნახავთ, როგორი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს პავლეს თლიფსისის მიმართ. მოგვიანებით დაწერილ ეპისტოლეში პავლე წერს: ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, ჭირი თუ შევიწროვება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ან დამახვილი, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. რომაელთა 8:35-37 მუხლები. შეითვისეთ ეს სიტყვები, განსაკუთრებით კი წარმოდგენილი მუხლის მეორე ნაწილი, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. აქ პავლეს დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია. ღმერთის მადლი არა მხოლოდ სირთულეების გადასატანად არის საკმარისი, არამედ დიდი გამარჯვების მოსაპოვებლადაც. ახლა პავლე ამბობს: გამოვუშვი წინააღმდეგობა, რათა ქრისტეში უფრო დიდი გამარჯვება მოვიპოვო. პავლე აღჭურვილია სატანჯველად. იგი მზადაა იბრძოლოს გამარჯვებისთვის და ომის დასასრულს უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე დასაწყისში იყო. განსაცდელი, როგორც მოცემული საშუალება. და ბოლოს, ჩვენ აღჭურვილნი ვართ მაშინ, როდესაც მყარად ვდგავართ და ოპტიმისტური განწყობილება გვაქვს
განსაცდელის მიმართ, გულსა და გონებაში, განსაცდელის დასაწყისშიც, შუა ნაწილშიც და ბოლოშიც. ჩვენ ახლა შეგვიძლია დადებითი დამოკიდებულება გქონდეს, რადგან გამოცდას განსაცდელად კი აღარ აღვიქვამთ, არამედ ჩვენთვის მოცემულ საშუალებად. იაკობ მოციქული წერს: ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, შემოძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ვარდებით. იაკობის 1:2. ჩვენ ვიცით, რომ ომი უკვე მოგებულია ქრისტეში და მოცემული გვაქვს ზეციური ძალა და ავტორიტეტი. თუ არ დავნებდებით და შეუპოვრად ვიბრძოლებთ, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ეს ღმერთის ნებაა ჩვენს ცხოვრებაში. და პავლე მოციქულიც გაბედულად ამბობს რომაელთა მიმართ წერილში 8:31. თუ ღმერთი ჩვენსკენაა,